საათსა და 41-ზე გამოვდივარ ხოლმე იქიდან. რო აგვიანებ ხოლმე ისე განვიცდი. ასე მგონი არ ვიცი რა ვიცი სად მაგვიანდება. მაგარც ნერვიულობ, მაგაზე ძალიან განვიცდი და მეუბნებიან ხოლმე რომ დაიკიდებ, მაგრამ ვერ ვიკიდებ, იმიტომ რომ აი წლები 20 წელი რო ვიცნობ ადამიანს და დღეს შეიძლება გაიარო და თვალი ამარიდოს ու გამარჯობა არ მითხრას. იწყება ხოლმე ადგილზე ნადირობა, რომ მოძებნო ადგილი რომ ჩავდგე სადმე, ახლოსში რომ იყოს, რომ იქ წვიმა რო დაიწყება, იქ რაღაცა რო დაიწყება ხოლმე, ეგრევე ამოვიღო მანქანიდან და საცოდაობა უნდა ნახო შენ ჩვენი ნაცნობების და ნათესავების, იმიტომ ცენტრალური ქუჩა რო ძალიან არ უნდა მოინდომოს, მაინც უწევს იქ გავლა გამოვლა. აი ესე ხუდგავართ. ზოგი აი ესე დადის. აი ესე დადის, ზოგი იქიდან მოდის, ზოგი იქიდან რომ არ შეგხვდეს. საკუთარ თავს იჩმორებ იმისთვის, რომ თქვა გაამართლო, რომ იცი რა, მე აშინებენ. არავინ არ აშინებს, მეტი საქმე არ აქვს, რომ მაგ გამარჯვების გულიზე ვიღაცას ეგრე ჩაუსაფრდნენ, რომ იქ ვინ გამარჯვებას მიტყვი, მაგრამ თუ გაჩერდა ცოტა ხანი და მაგ შემთხვევაში მუშაობენ კი. ხო, უკვე ჩვენთან ერთად რამდენიმე სამსახურის წარმომადგენელიც დგას ხოლმე და გველოდება უკვე, რომ ალბათ ფოტო გადაგვიღონ და მოახსენონ რომ მოვედით დღესაც. მოგესალმებით მეგობრებო, აი ესე სპონტანურად აღმოჩდით აქ. ყველა ვინც გაბრაზებულები ვართ, ყველა რა მარტო ვარ ჯერჯერობით, მაგრამ ვიცი რომ მოდიან ის ადამიანები, ვინც დაწერეს რომ რუსთაველიზე თან ვიკრიბებითო, მათთან ერთად ვარ მეც. ჩემი მთელი გულისული თბილისშია, ეხლა უბრალოდ ვერ ვახერხებ იქ წასვლას. მანძილიდან გამომდინარე, თორე ახლოსში რო ვიყო, უკვე იქ ვიქნებოდი. აი, მეგობრებო. 28 ნოემბრიდანვე გავედით და დავდექით. მარშრუტით მოვიდნენ, მეგობრებო, ხალხი. გამარჯობათ, გამარჯობათ. გახსოვთ ხო მეგობრებო, მარტო რო ვიყავი. აი, ახლა რამდენი ვართ. აქ მაგიდა კი არა, სკამი გქონდა, ჩვეულებრივი პარკის სკამი და უბრალოდ საახალწლო სოფლის გამო აგვაცალეს. მე 6 დღე გადამულად ყოველდღე გავდიოდი და 6 დღეის 200 აღტკინებული მესხი მოდიოდა. ძალიან გვიკვირდა ჩვენ თვითონაც რა სავსე იყო იქ ცხოვრობა და ესეთი რამე არ მოხდა საარჩევნო შეხვედრები რო აქვს თავრობის წევრებს 200 კაცი მაშინ არ დგას ხოლმე. ზოგი ისეთი მოდიოდა რაღაც თავის იდეებს მაწვდიდა რომ იქ ზებრაზე უნდა გავწოლილიყავი, იქ რაღაცა ის რა ქვია დროშა უნდა დამეწვა, რაღაცა პალოდ უნდა გამერჭო ვიღაცისთვის, ანუ თავისი იდეებით მოდიოდნენ რა, რომ თან არ ვიცნობ ამ ადამიანებს, უბრალოდ მიფითილებენ რა, რომ რაღაც ისეთი უნდა ვქნა, რაც მისცემს საბაბს, რომ გამსკვანჭონა წამიყვანონ თორე ვინ გამომეკიდება უკან და ვინ გამომეტირება. აი ჩვენები გამოჩდნენ.
უბრალოდ მე მიხვდნენ ესენიც რომ ესე მალე არ ხდებოდა ეგ ამბავი პლუს მაგას ძალიან კაცრი ზამთარი გვაქვს რა და რაღაცა პერიოდი მოგვიწია რომ შეგვეწყვიტა ეს ყველაფერი 6 დღის მერე. შიგადაში რაღაცა მომენტში გამოვიდოდით, ჩვენ პოზიციას დავაფიქსირებდით, წავიდოდით. 15 იანვარს მზიას ამბავი რომ მოხდა და მზია რომ დააკავეს, მაგ დროს კიდე გადაგვიკეტა და მართლა აღშფოთებულები ვიყავით ყველანი. გამოვედით და ვთქვით რომ როგორც სხვაგან, ისე ჩვენს უწყვეტად უნდა გავაკეთოთ ეს პროტესტი. მართალია თავიდან სკეპტიკურად უყურებდი ძალიან მე ამ უწყვეტობას და რაღაცას, იმიტომ რომ არ მქონდა მოლოდინი რომ ახლა ჩემი თავდადებით ვინმე მაგალითს მიცემდი რომ ისიც გამოსულიყო. მე ვირწმუნე რომ ხო, ვიზავ და დავაჯერებ რომ იცით რა, მე თუ გაჩვენებ რომ მე ამ პოზიციას ვიცავ, შენს გამოხვალ და ჩემ გვერდით დადგები, რასაც შევცდი. არავინ ჩემ გვერდით არ დადგება, რომ დამიჭირო უნდა რაღაცამ დამემართოს, მაშინაც კი არ დადგებიან ჩემ გვერდით, ჩემი დის და ოჯახის გარდა. წარუმატებით ვერ გადავიცვი. მეგოწყვეტით რომ დავიწყეთ, ვიყავით კაი 20 ადამიანი, 25 ადამიანი, მე 5 წელს ვეძახდი რაღაცა, მაგრამ ნელა-ნელა იმასაკნის რა, შემოგვეცალა ეგ ხალხის და 20-ის ნაცვლად ჩამოვედით ნელა-ნელა და მას მე 15 იანვრის მერე ვარ ყოველდღიურად. უკვე ფორმაში ვარ, სააქციო ლუკი მაქვს. მე რომ მაგ ნათქვამი რომ 6-ზე პროტესტს ვიწყებ, მე ისეთი ხასიათი მაქვს, რომ ზუსტად 6-ზე იგდგავარ უკვე. ზუსტად 6 საათია და მაგ დროს ვდგები ხოლმე და ეხლა დააკვირდით თან მანქანების რაოდენობას. და დანარჩენი მოდიან ესეთ 15-20 წუთზე ხოლმე და მაგ დროს მიწევს ხოლმე მარტო ყოფნა რა და ისე რაღაცა 4 და 5 სულ ვართ ხოლმე რა ყოველთვის. ცოტა ადრე რომ მიწევს ხოლმე მოსვლა, ანუ უცებ რო გამოჩნდება ადგილი და უკვე რომ რჩება რა 1-10 წუთი. და უყურებ რომ ძალიან ბევრი მანქანა არის, ვერ ვუძლებ ხოლმე ცდუნებას, ხო ახლა ამდენი მანქანა ისე გავატარო რომ ვერ არ წავაკითხო მეთქი ახლა და ეგრევე დავდგები ხოლმე ის წარჩინებული მეტი ჩარა სტუდენტები რო არის, მოსწავლეები რო თავის გამოჩენის მიზნით რო ადრე რომ მიდიან რა, რომ ეგრე გამოვიჭიმები ხოლმე მეც რა და სამართლის სტანისლავსკის 2 გამოფენის მიმდებარე ტერიტორია ტელეფონი 591-53-53. სკაპის პროცესზე საახალწლო აქცია დაიწყო. ისაგრე სკაპის პროცესით მიიღო 200,000 ლარამდე თანხა მარტივად და გამორჩეული პირობებით. გადავე ჯადოსნური ახალი წელი კოკა-კოლასთან ერთად. რაღაც კუთხით ვცდილობ კიდევაც გავუგო, იმიტომ რომ მაგალითად აი რო გამოვიდეს და რაღაც სამსახურებრივი პრობლემები შეექმნას. ახლა მე კი მომაქვს თავი რომ არ იქა ჩემ გვერდით უნდა იდგნენ და რაღაც ღირებულებები დაიცვან, მაგრამ რო შეექმნათ ეს პრობლემა მე რითი უშველი მათ. ანუ რას ვუტოვებთ იმ ადამიანს რომ გამოვიდეს და გადადოს ეს ყველაფერი რა ქნას მე. აქ ყველას ნაცნობია, თუ ერთგან დაგიწუნეს და რაღაცის გამო ჩაგაჩოჩეს, მეორეგან აღარავინ კაცი შვილი აღარ მიგიღებს რა. ვიცინოდი კიდევაც რომ ზოგან შეიძლება ეს ძაღლები და ფოტოაპარატის გადაღება რო არ შეიძლება, ეგრევაც ჩემს ვერთ გადახაზული რომ ეს არ შეიძლება ჩემი ნორმალურად მიღება სადმე. საკუთარი მეგობრები და ახლობლები ისე გაგივლიან, გეგონება არც გიცნობენ. აი, გამარჯვებას ვერ გეუბნებიან. რის გამო? მაგ შიშის გამო და მაგ ყველაფრის დაკარგვის გამო. მაშინ როცა ჩვენ ასე აქტიურად მუშაობდით და ვაკეთებდით ამ პროექტებს, უამრავი ახალგაზრდა ყავდა და უამრავი ახალგაზრდა იყო ჩართული და ყველა ახალგაზრდას ეტყობოდა, სადაც კი წახვიდოდით ნებისმიერ შეხვედრაზე, ნებისმიერ აი თუნდაც ბიუჯეტის განხილვაზე, თუნდაც მერთან შეხვედრაზე, ან ისე დისკუსიაში მოხვედრილიყავით, თუ ვინმე აქტიურობდა, თუ ვინმე რაღაცას ღიად აფიქსირებდა და რამეს საუბრობდა, იყვნენ ჩვენი ახალგაზრდები და ამით ძალიან ვამაყობდი და ჩვენ ეს გვეგონა რომ ძალიან აქტიური და მაგარი ახალგაზრდები იყვნენ და მთავრობა ამ კუთხით უყურებდა რომ აგრესიული ბავშვები არიან თქვენებიო. ყავს ძალიან ბევრი ბავშვები,
რომელთაგან უმრავლესობა უბრალოდ წავიდა რეგიონიდან და იქ უფრო დასაქმდნენ, იქ უფრო მაგრად მოეწყვნენ და ეს რესურსი რატომაც გავიდა რა, გაედინება იქ და რაც დარჩნენ აქ, რამდენიმე აქაც ცდილობს მაგ ყველაფერს, მაგრამ სამწუხაროდ უმრავლესობა ისევ მოერგო სიტუაციას რა და ისევ ჩუმატყოფნა ამჯობინა. 2000 სტუდენტი ყავს წარმოედგინე რეგიონში. ახალქალაქში ცალკე ფილიალი აქვთ. აქ უნივერსიტეტი არის, ახალგაზრდების სკოლები გვაქვს ამდენი და 2 ცალ და 3 ცალ სტუდენტს ვერ ნახავ, ვინც გეტყვის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ეს სამტკივნეულია ჩემთვის, სულ ვცდილობ ხან ირონიულად, ხან რაღაცა რაც ნიჭი მაგ და ცოდნა მაგ იმ ფარგლებში ვუთხრა, რომ აი იცით რა, თქვენი მომავალი იღუპება, თქვენ კარგავთ ამ ყველაფერს ვცდილობთ, მაგრამ არა, ეს პარტიული კონექტურა უფრო ასე ძახიან, არც ვიცი ეგ სიტყვა, აი ეს პარტიული დამოკიდებულება უფრო გჯობნის, რომ ის სტუდენტი ამჯობინებს ემსახუროს პარტიას დროშით ხელში, კანდიდატის უკან ზურგში იდგეს, მაგას ამჯობინებს, ვიდრე დაიცვას თავისი მომავალი. ძირითადად სასტუმროებია, რამდენიმე კვების ობიექტი არის, საჯარო სამსახური არის ყველაზე მეტად და ეს IP-ში დასაქმებული უამრავი ახალგაზრდა არის, რომლებიც სახელსაც ვერ გეტყვიათ, სად მუშაობენ. მომავალს ეგრე ხედავენ, რომ მე თუ კარგად მოვიქცევი და ჭკვიანად მოვიქცევი, ადვილად თუ რეგიონიდან გასვლას არაპირებ, დავსაქმდები. ან უმრავლესობა აბარებენ საჯარო მოხელეობაო თუ საჯარო მართვაო, რაღაც ეგეთი მოიგონეს აქ, რომ აუ ყველა მაგაზე გიждდება, რომ საჯარო მართვა, რომ სულ ყველა ეგრე რომ წავა იქ და სხვათა შორის ამ ბოლო ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მოხდნენ კიდევაც ის პარტაქტივი სტუდენტური თვითმმართველობა რო ერქვა, ეგ პარტაქტივი ახლა საკრებულოში არიან. დღეს რო შეიხედო საკრებულოში, გუბერნიაში, მერიაში, აქეთ-იქით IP-ებში რო შეიხედოთ, დასაქმებულები არიან ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც შეიძლება ცხოვრებაში ვერ წარმოიდგენდნენ, რომ რამე შეიძლება თანამდებობა კი არა, რამე სამსახური ქონოდათ, მაგრამ ეხლა აქვთ, იმიტომ რომ დაუფასდათ ის საქციელი, რაც დროშის წერაში გამოიხატება, თორე რამე ისეთი გონებრივი შესაძლებლობები კი არ გამოავლინეს, უბრალოდ დროშა ეჭირათ. ის პრივილეგია მინდა. კაბინეტი მინდა, მანქანა მინდა, საწვავი მინდა, ზემუნდა რო უყურო ჯავას ეგ მინდა, ის რა ქვია, მწვანეზე თუ ზებრაზე რო გავაჩერო მანქანა ეგ მინდა, ღვიდი რო არ გავიკეთო ეგ მინდა, ურნაში რო არ ჩავაგდო და ძირს დავაგდო და შემრჩეს ეგ მინდა, პარკინგზე ორასწორით რო გავაჩერო ეგ მინდა, ანუ არჩევანს აკეთებენ ის ახალგაზრდები. ეს ურჩევნიათ ამ ეტაპზე. ძირითად აქცენტს ვაკეთებ ხოლმე ის მდუმარებაზე, ხალხი რო ჩუმად არის და არ გვიერთდება, იმაზე თუ რა უფრო მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაზე ღირსება, თავისუფლება თუ მონობა, იმაზე რომ ერთადგომას რა მნიშვნელობა აქვს და ასეთ გზავნილებს წერთ ხოლმე. ანუ ყოველდღიურად ვიღებ ხოლმე რა დიდი ფოტო იმისა მოდელივით, მაქვს ხოლმე ყველა სურათი და თუ კარგად გამოვედი, ჩემთან ერთად ვდებ ხოლმე და თუ არა, მარტო ბანერს ვდებ ხოლმე და შრიფტით შევცვალე მე დავხვეწე უფრო რა. ეხლა შეიძლება რომ მიიღებენ მაგ დროს ვერ ვქნა ეს ელამაზად, მაგრამ ქაღალდებზე წარმარამეშლებოდა და ის მე უნდა გადამეგდო ის ქაღალდი და არ არის მაგდენი საშუალება ახლა რომ deep state მაგდენს არ იხდის ახლა. ხალხმა შეჭამა მილიონები და ახლა ზის ლამაზად და იმის შთამომავლობა მე პატრიოტიზმზე და პატიოსნებაზე მილაპარაკება და იმის შთამომავალი და ეგეთი ხალხი მე ჩვენ სოციალურ ქსელებში, მედია საშუალებებში და ჩემს პირად ჯგუფშიც გვიწერენ კომენტარებს, რომ ჩვენც ფინანსური ის დაინტერესებიდან გამომდინარე ვდგავართ იქ და
აი ესეთ ადამიანებს ყოველთვის ვეუბნები ხოლმე, რომ აი წარმოიდგინე ხალხი, რომელმაც აი თავიანთ მომავალზე თქვეს უარი, იმის სანაცვლოდ, რომ სოციალური არ დაეკარგათ. იმის სანაცვლოდ, რომ რაღაცა ერთი მეშოკი კარტოფილი მიეცათ, ზეთი მიეცათ და ხახვი მიეცათ. მაგაში გაყიდეს ქვეყნის მომავალი და იმას მისცეს იმ პარტიას ხმა, ვინც ეს ყველაფერი მისცა. ამ ადამიანებმა ახლა გაიგეს, რომ ვიღაცას დგომაში იქ უხდიან 120 ევროს და იმდენად პრინციპულები და იმდენად ერთგულები არიან თავიანთი ღირებულებების, რომ არ მოდიან და არ დგებიან. მოდი ჩემთან ერთად, დადექი ჩემთან ერთად. მთელი დღე სამსახურში ჩემთან ერთად იყავი, წამოდი საგადასახადოში მიყვები, სადაც შეს ფინანსური ბრუნვა ჩანს ჩემი ყველანაირი, ხო? მიყვები, ნებართვას მოგცემოთ, შემიმოწმო განა ამ წლისა. მთელი 15-16 წლისას შეგამოწმებინე. სახლში წაგიყვან, ჩემთან სახლში თუ რამე ფუნებისას ნახავ იქ. გამოგატან მეთქი ვეუბნები. თუ რამეს იმას ნახავ, აი მე რაღაცა ისე ცხოვრობ, რაღაცა ლაქშერული ცხოვრებით, რამ ჩემმა გახუნებულმა პრიუსმა მოგჭრა თვალი მეთქი თუ გახუნდა. ანუ წარწერები მანდაც ქონდა და ის წმენდისას ეს გაფუჭდა და იმიტომ გადავაკარი, რომ ეს რომ გამიწმინდეს, დაიხაზა მე რა მაგ დროს. ადგილი არ მყოფნის, თორე კიდე დავაწერდი რაღაცა ესე. პარალელურად გინებისა მე სახლშიც მესტუმრნენ და ამ მანქანაზე საბურავები დამიჭრეს უკან. დაჭრეს ესე დანები ქონდა შერჭული. და აქ წარწერები მქონდათ გაკეთებული, აქ ხათამი ეწერა, რასაც ხშირად არ ვახსენებ ხოლმე, იქით ამ მხარეს დამიწერეს, შენ მხარეს ეწერა მოღალატე, ასე პულვიზატორით, ასე მთლიანად მთელ მანქანაზე. წინ ძალიან უნიჭო, ანუ მაგაშიც არ გამიმართლა მოგზავნილშიც, რომ დებილი იყო რაღაცა, აგე ეწერა და ვერ მივხვდი რის და შეიძლება აგენტის დაწერა უნდა და ვერ დატია, ან რა ვიცი, აგერ შეენო თუ რაღაცა, არ ვიცი, რისი თქმა უნდა და იმედია მე მეტყვის. საბურავები დაჭრეს და წარწერები გაუკეთეს დემოკრატ მესხთა კავშირის წარმომადგენელს ჯაბა ნათენაძეს. როგორც ნათენაძე გვეუბნება, შემთხვევა სავარაუდოდ გვიან ღამით ვალის ცენტრში პოლიციის შენობიდან დაახლოებით 200 მეტრში მოხდა. როგორც ყოველთვის ახლა და როგორც კანონმორჩილი ადამიანები მიმართე, რა თქმა უნდა, სამართალდამცავებს, მათ ძალიან დიდი დაინტერესება გამოიჩინეს თავიდან, თითქოს არ იცოდნენ ვინ ქნა ეს, იმიტომ რომ მე პოლიციის შენობიდან 200 მეტრში ვცხოვრობ. აი ეს დღეც დადგა და ვალეშიც მოვიდნენ და მე მანქანაზე ტიპებმა დამიწერეს, რომ მე ვარ მოღალატე. ამ შემთხვევით ამ დღეს არ იყვნენ, არც ეგენი იყვნენ და არც კამერები იყო და არაფერი არ იყო. მაგ დღეს გაუცებულები დამხვდნენ სულ ყველანი რა და შემოდეს ლამაზად თაროზე დაზარალებულად მცნეს. ადგილზე იყო პოლიციის ჯგუფი, როგორც გავარკვიეთ, ავტომანქანა ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. დაიწყო თუ არა გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროდან, პასუხი ამ დრომდე არ გვაქვს. იმედი მაქვს, რომ გამოიძიებენ, იმიტომ რომ ადგილობრივები არიან ყველაფერი. პოლიციაც ადგილობრივია და დამნაშავეც ადგილობრივია რა და ძალიან კარგად იციან ყველა ვინ რა არის. ადგილობრივ მედიამაც რომ მითხრა რა იგრძენიო, რაღაცნაირად მეწყინა ის, რომ მოიძებნა ჩვენს რეგიონში ისეთი ადამიანი, ვინც მაგას გააკეთებდა რა. აგერ ახლა ერთი მოვიდა, რომ პირველი სურათი გადაგვიღოს. მეორე შუა აქციის დროს მოდის ხოლმე. ეგ ადგილი არის, სადაც გვაფიქსირებენ ხოლმე სურათებით, რომ ადგილზე ვართ, არც წავსულვარ და არ ვცელკობთ. მერე მოდიან ბოლოსკენ ხოლმე და მერე კიდე ცარიელსაც უღებენ ხოლმე, რომ ნამდვილად წავედით, აქ არ დავრჩით ამ ღამეს. ჩვენ რო ის 15 კაცი ვდგავართ იქ და ჩვენ გარშემო სამართალდამცავი ორგანოების მანქანები მოძრაობენ. იმისთვის კი არ მოძრაობენ, რომ ეს 15 კაცი რაღაცნაირად ან დასტრესონ, ან შეაშინონ, ან რაღაცა გვიცნობენ, ყველა ძალიან კარგად იცნობს. მაგისთვის არ დგანან. ისინი დგანან, რომ ვინმე ახალმა არ გაბედოს იქ მისვლა. ვინმე ახალი თუ გამოჩნდა, იმ ახალს რომ მიადგნენ და იმ ახალს რომ უთხრან, რომ დაეტიე შენ ადგილზე.
უმრავლესობა მაინც ეგრე ფიქრობს რა, რომ კი მშვიდობა გვაქვს, თავარი ეგ არის და პლუს მაგას მე სხვადასხვა საკითხებითაც აშინებენ ხალხს აქ სუსი შემოუშვებს ხოლმე რაღაც თემებს, რაც მე ძალიან ჩვენს ემოციურია და რაღაცებზე მოქმედებს, რაზეც არ მინდა ეხლა უღრმად ვისაუბრო. უბრალოდ შემოაგდებენ თემებს, რაც დანერგავს რაღაცას შიშს, რაღაც მოლოდინს და მე დაძაბულები რომ აი თავარია ეს იყოს და ჯანდაბას მოვითმენ. ემიგრანტებზე ხმა არ მოუღიათ განათლების სისტემაზე ახლა შვილი რომ ახლა რამდენი სამაყო ახალგაზრდა ყავს რომელმაც ევროპის უნივერსიტეტებში ჩააბარეს ახლა მაგასაც ვერ შეძლებენ ეგრე მარტივად და უფასოდ და იმას მაგაზე რა დავიჯერო პრეტენზია არავის არ აქვს მაგრამ არავინ არ ალაპარაკობს ადამიანი მოდის და ჩემი შვილი ვერ მიდის საზღვარგარეთო იმიტომ რომ ვიზას არ აძლევენ ამ ქართული ოცნების გამო და რაღაცაო და ის არის რა ნახე რა ცუდი პერიოდია ანუ შემომჩივლა ჩვეულებრივად და მეც ვეუბნები რომ მაგის გამო გავართ ქუჩაში ჩვენც ნიშნულოვანი რაც გააკეთეს დიდი მასშტაბური ერთი ეს არის და ის სპორტ კომპლექსი რომელიც უკვე 2-3 წელი გახსნილი უნდა იყოს მაგაზე 18 მილიონი შეიჭამა და ხალხი რას ამბობს ის თორე ხო გაკეთდა ის 18 მილიონისაც წავიდა ვალეში წყალს რო აკეთებდნენ ეგ 10 მილიონი რო გაქრა ტიპები იმას ამბობდნენ ეხლა ხო მოვიდა წყალი ყავს ეხლა ხო მოვიდა რა მოხდა ეს 10 მილიონი რო ვიღაცამ გადაიქანა ცოტა ხნის წინ მაგალითად გასკდა ამბავი რომ საკრებულოს 4 დეპუტატი 25 მილიონს ჭამს თავის ოჯახის წევრებს უნაწილებს ლამაზად საქმეს არ აკეთებს რა თქმა უნდა ხო ეგრე იჯიბავენ ამ 25 მილიონს და კაციშვილი არ აღშფოთებულა ამაზე ეს რაც არის შემორჩენილი ზებრები მთელი ამდენი ხნის განმავლობაში იმას ვიძახი რომ გარდა იმისა რომ რაც ის კორესპონდენტი სიუჟეტებს რო აკეთებს ამდენი წელია ქალაქი არ დაუხაზიათ რომ ნორმალური ან პარკინგი იყოს ნორმალური, ან გასაჩერებელი ადგილი, ან ზებრა იყოს ნორმალური. არა, პირიქით, აი ეს წითლებია შემორჩენილი ძველები. ნორმალურ გზას ვერ ნახავ ქალაქში. ერთ ქუჩასაც ვერ ნახავ, სადაც აი სრულად გაივლი და გაკეთებულია. თავიანთი დაგებული მეორე თვეში ისევ აყრილი და გაფუჭებული არის. და თვითონვე დადეს ახლა ბიუჯეტის განხილვა რო იყო, სტატისტიკა თვითონვე დადეს, რომ თლიანად 20%-ია მხოლოდ დაგებული 13 წლის განმავლობაში წარმოიდგინე. მხოლოდ 20%-ია სრულად რეაბილიტირებული გზებიო. და ამას მე კი არ ვიგონებ, თვითონ დაწერეს. 13 წელი რომ მუშაობ, თავი რომ მოგაქვს, გზებს ვაგებ, ალანს ვაკეთებ და 20%-ს რო ვერ აცდები, რანაირად ხარ ნორმალური მთავრობებით მითხარ. სოციალურ ქსელში ლაიქებს აკონტროლებენ. ჯაბა ნათენაძეს ვინ უსვამს ლაიქს, ეგ იცის ნებისმიერ სამსახურმა აბსოლუტურად და თუ ვინმე ძალიან აქტიურობს, იმას მოეკითხება კიდევაც სამაგისოდ. და ვერ ბედავენ ტიპები, რომ ლაიქი დასვან ჩემს დაწერილ პოსტზე. და აი ესეთ შიში, როგორ გინდა ახლა შენ გამოდი და ხმამაღლა ილაპარაკე უთხრა. და ესე არის, რომ არიქა ცუდი რო არ გამოჩნდე ვინმესთან და უეჭველი ვიღაცასთან გამოჩნდები ცუდი. შენ რომ სულ აი კარგი იყო, აი თქვა რომ მე არ ვმუშაობ, მოგიზებნიან დედაშენის დაქალის მაკაცის რაღაცას იმას და იქიდან გეტყვიან რომ აუ იცი რა ჭვიანად იყოს. ჭვიანად ყოფნა არის რომ წყნარად იყავი და თავი ვხნია ყველაფერზე რა. ჩაუმორჩეს. რაღაცეები ჩვენ თანამებრძოლია. 345 დღე არის დღეს. რაც აქვთ გავარდა 345 დღის განმავლობაში თქვენ ვერ ნახავთ ერთ ამბავს ცენტრალურ ტელევიზიებში, რომელიც მიზღვნილი არის აქაურ პროტესტზე. ქარდს ნახავთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად იყო თოვლი და რაღაცა ლამაზი სურათი გამოვიდა, რაღაცა ძალიან ექსტრემალურ სიტუაციაში მოგვიწია პროტესტი, ასევე იყო ერთი რომ ქარის დროს გადაგვიღეს, რომ არიქა ვიღაცას ვეფარებოდით, რომ ქარს არ შეეწუხებინა და
ამ ქარის პროცესმა დააინტერესა და მაგ დროს მოგვიწყდეს 2-3 ქარდი. ახალციხეში და თუ დააკვირდით როგორ მართავენ ზოგადად ქვეყანას, როგორ აქვს სისტემა აწყობილი? აიპები, სიპები, საჯარო სამსახურები და ოჯახს ვერ ნახავთ. თქვენ სადღაც ვიღაც ნათესავი მაინც არ ყავთ დასაქმებული სადღაც. შესაბამისად აქ ხო სისტემა ესე მუშაობს, ან სოცდაუცველია, ან დასაქმებულია სადღაც საჯარო სამსახურში, იმიტომ რომ აქ არ არის რეგიონებში დიდი ბიზნესები, სადაც ესე ვთქვათ ღირსეული ანაზღაურება ექნება და დასაქმებულები იქნებიან და ასე ვთქვათ თავისუფლები იქნებიან ამ პარტიული გავლენისგან, ხო? უბრალოდ ეს რთულია მოსახლეობას აუხსნა და გააგებინო, როცა ისინი 24 საათიან რეჟიმში უყურებენ ამ პოზიტივის იმედს და ასე შემდეგ პროპაგანდისტულ არხებს. მით უმეტეს რეგიონში ბევრ სოფელში არ იჭერს ამ არხების გარდა სხვა არაფერი. ანუ ეხა მაგალითად ის სოფელი ურაველი, ხო, რომ უნდოდეს რომ ჩართოს და უყუროს მაგალითად ფორმულას ანავარს იქ ვერ უყურებს. თუ YouTube-ზე არ შევიდა და YouTube-ში სტრიმში არ ნახა. რომ ვდგავართ იქ ერთ ძალზე მუშაობენ რაღაცებს ყიდიან და აკეთებენ, რაც შემიხედავს მართლა რო გითხრა. ერთი მუშაობს ხოლმე და რაც ცოტანი არიანო ეძახიან და როგორიც რეალური სოფლები არის მეტი დაცლილი და 1-2 ოჯახი არის, ეგრე არის 1-2 ოჯახი აქ შემორჩენილი მეთქია. ანუ თავიდან ყოველთვის სცენა იმართებოდა იქით ხოლმე რა. მაგრამ ამ შემთხვევაში სცენა ქონდათ იქ. იქ გააკეთეს, ამათმა იფიქრეს, რომ ალბათ ჩვენ მაინც აქ ვიდგებოდით და რაღაცას ვიზავდით რა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გავცლოდით რა. მე რო იქ ვიდექი დაუშვათ და ხალხს ვეუბნებოდი, რომ ხალხო შენი შვილების მომავალი საფრთხეშია, ხალხო ერთადგომა მნიშვნელოვანია, ხალხო თავარია ევროპული ღირებულებები, დამოუკიდებლობა, დემოკრატია, რუსეთი მტერია, რაღაცა ისა. სადახართ ხალხო, ვეძახი, ამას ვარ 5 წელი და გავიხედი ამ დროს კონცერტზე აქ და ურსამ რომ მოიხედა საოცე იყო გადაჭედილი ის ჩემი ხალხი სულ აქ იყო კონცერტზე, მაგრამ რა უყოთ ახლა? აი ესე ტროტუარზე დავდექი და ვიდექი და ზუსტად თან ისრებსაც ვამთხოვდი რა, რომ არ შეშლოდათ ახლა და შემთხვევით ეს ზღვა ხალხი მეთქი. ჩვენკენ არ წამოვიდეს მეთქი და უცებ არ იფიქრო, რომ კონსტიტუცია უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კონცერტი თქო რა. წინს აშკარად. მოვიდა ესეც. ისა არჩევანი რო უნდა გაეკეთებინა ჩიმშილს და და ეხლა თურმე ფასები ყოფილა ისეთი. Jingle bells, jingle bells. გვინთეთ ბავშვებს ნაძვის ხე. იმ დღეს რომ დავწერეთ მაგალითად რომ აი დენი მძვირდება და არ იმედი გაქვს რომ მაღაზი გამოხატავენ, არც მაღაზი არ გამოხატავენ. ანუ ყველაფერს ეგუებიან. ალბათ პირადულში თუ შეეხება, მერე იფიქრებენ რომ რაღაცა ქვეყანაში თვლათ ის უკსამართლობა და ის უკანონობა მაგათ რო შეეხებათ, მერე იფიქრებენ რომ ამაზე პრეტენზია მაინც არ უჩნდებათ რა, რაც უნდა ითხოვო ახლა რაზე ვიძახდი ხუმრობდი კიდევაც რომ ახლა გადაფსიხდება ჩემი რეგიონი მეთქი და რა გააკავებს მეთქი ამათ განათლების სისტემაზე რეფორმაზე ვიძახდი რა, რომ ახლა მშობლები აბიტურიენტების და ისე გაგიჟდებიან მეთქი რა გააჩერებს თქო, რა თქმა უნდა ხუმრობდი. იმიტომ რომ შანსი არ არის გაგიჟდნენ. ჰელო. ანუ თქვენს პატრონსო თუ გამოგორჯობაო? ანუ არის ხოლმე შეძახილებით მანქანიდან წადით სახლში არ გცივათ რაღაცა, სახლი არა გაქვთ რაღაცა ეგეთები. თავისუფლება ძუძულებს ერთმანეთს დაგვიძახე. მე ვიღაცა გამოვიდა ისა რა თქმა უნდა ბიზნევანიშვილის მარჯვენა ესახართო თქვენო და უემე ისა სააკაშვილისო მარჯვენა ესახართო. პირველად ვნახე ბიზნეს მარცხენა ის რომ ელაპარაკებოდეს მეთქი და მაგას მეუბნებოდეს მეთქი. ანუ ცდილობთ რომ ხან იუმორში გადავიტანოთ, ხან წამოკიდებასაც ახერხებენ ახლა, მაგრამ როგი ისა რა ქვია, ცდილობთ რომ მაქსიმალურად თავი შევიკავოთ რა. მე მესმის რომ ყველას არ ვეყვარები აქ. მე მესმის რომ ყველა არ მეთანხმება აქ და მე მესმის ის რომ ყველასთვის მისაღები არ არის იმას რასაც მე ვაკეთებ რა. მე მათ აზრს პატივს ვცემ. უბრალოდ იგივეს მოვითხოვა მათგან რა.
მე თუ 345 დღე შენის ვერ გაგაგონე რომ ქვეყანა საფრთხეშია და შენ შეგვერდით უნდა იდგე მოდი და შენ ვერ შეგითანხმებ რა მე რა უნდა მტკიოდეს და რა უნდა რას უნდა ვაპროტესტებდი და რაზე უნდა ვსაუბრობდი არ შეგითანხმებ შენ რა არც შენი საქმე არ არის შენ თუ არ გაინტერესებს ქვეყნის ბედი და მე რაზე ვდგავარ აქ იქ დეტალურად არ გაინტერესებს მეც არ მაინტერესებს შენ რა დამოკიდებულება გაქვს ჩემს მიმართ აქ დგომა რო დასრულდება მე ხო ტკბილად გაგვახსენდება თუდად ყოფნები და წელიწადში 1-2 მოვიდეთ ხო ტკბილად რატო გაგვახსენდება ანუ მე გაგახსენდება კარგად რო დასრულდება მაშინ კი ხო ასე დასრულდა კიდევ ერთი დღე 355 პროტესტის დღე რომლის შემდეგაც გაგრძელდება ქალაქში ჩვეულებრივი ცხოვრება ყველა გააგრძელებს ისეთ ცხოვრებას თითქოს არაფერი არ ხდება თითქოს ყველაფერი კარგად არის ჩვენი მეგობრები მოვლენ სამართალდამცავი ორგანოებიდან გადაიღებენ სურათს რომ დასშლილები ვართ ცარიელი ადგილი და გაგრძელდება ჩვეულებრივ რიტმში ცხოვრება მომდევნო 6 საათამდე მეორე დღის 6 საათამდე კარგად ზავით. ავოხიოთ? ბავშვებს ნაძვისხი არ აგვინთეს. ხუთ წუთში აინთო ისინი და. ხარო 5 წუთში აინთო და ეგრე წავალ და 5 წუთში ეგრე წავალ. ნაძვისხი ალბათ რო წავალთ მერე. შენ დაიჭირის ვიცი დავიშალე. ხო, ხვალ აღარ მომდურო. მორჩა ვიცი. ამაღამ დაიჭირი. ვახში. კარგად. კარგად. მომე ქოლგები მე? შენ და ამას ამო